სპორტის მინისტრი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები. შეგახსენებთ, საქართველომ 2025 წელს MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატი თბილისში 2020-2027 წლებშიც გაიმართება. საქართველოში MMA ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობაა. რა თქმა უნდა, ამას განაპირობებს ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის წარმატებული ასპარეზობა UFC-ში და მათი ჩემპიონობა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, 2025 წელს ჩვენ გავაფორმებთ MMA-ის ფედერაციასთან ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 3 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ გამოცდილებაზე, რომელიც მივიღეთ პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებისას, რომელიც აქ გასულ წელს გაიმართა. ჩვენ მზად ვართ 3 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში ვუმასპინძლოთ მეორე მსოფლიო ჩემპიონატსაც. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილების განხილვა, იმის გაანალიზება თუ რა უნდა ვისწავლოთ წარსული გამოცდილებიდან და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა მეორე მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ უფრო წარმატებით ჩასატარებლად.